შემდეგი კონკურსანტის ცხოვრება ჯერჯერობით ზღაპარს ნამდვილად არ გავს. მე მქვია ამალია ჯიბლაძე. ვარ 39 წლის და ვარ ქალაქ რუსთავიდან. ჩემი საქმიანობა არის ატლასის ბანტები, ვაკეთებ ატლასის ბანტებს და ვაბარებ ბაზარში. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახლა? 4 ლარად ვაბარებ. აჰა. კარმენსავით არა ვარ. შეიძლება სულ სადა იყოს. ხო? ეს უფრო პატარა ბაიების წინ არის. თქვენი ჯერია, ზავანძანი შეიძლება. დიახ. აკები შეგიძლიათ აქ დატოვოთ. უი, ბროშკა. მე რა საინტერესო. მადლობა. ხაზეთ შეგიძლიათ გაიგოთ. მართლა. შვენელი ბროშკა, დიდი მადლობა. ჩვენ რაღაცა გემრიელი საჩუქრები მივიღეთ, ლამაზი. რაღაცა კარგად გამოვიყურებთ. ხო? სიდან. ხო. მე რაღაცა გაწუხე. მოგესალმებით, გაგვეცანეთ თუ შეიძლება? გამარჯობათ. ამალია ჯიბლაძე. რამდენი წლის ვანდებით? 39. დავიწყოთ. მოვიხსნი ამას რა. მოიხსენ? რაღაცა
გარიგო, გამარჯობა. ამალია რაიმე თუ ამატირებ და ნამდვილად არ მეგონა. საოცრება ხარ. დარწმუნებული ხარ რომ დიდი ხანი ფიქრობდი გამოსულიყავი თუ არ გამოსულიყავი, იმიტომ რომ სახეზე გატყობ რომ შენთვის მღერი მხოლოდ და არა სხვებისთვის. მაგრამ დადგა დრო რომ შენ სხვებისთვისაც სიმღერო. გესმის? ვეძირება ეგეთ რაღაცებზე, აშემილია გამანები რა თავია. ისე მაინტერესებს საიდან მოხვედით ასეთი ნამდვილი განძი დაფარული როგორ მალავდით საკუთარ თავს ამდენი ხანი იმიტომ რომ გულწრფელად უნდა გითხრათ ამ სცენაზე აი ამ სცენაზე რომელსაც ყველაფერი უნახავს ამ ქვეყანაში ძალიან იშვიათად მინახავს მსგავსი რამ ესეთი ნამღერი და ესეთი გამომსახველობითი მანერები ეს იყო აბსოლუტურად ფანტასტიკური, მაგრამ მე ვერ დავიჯერებ, რომ თქვენ მუსიკალური განათლება არ გაქვთ, მე მგონია, რომ გაქვთ, იმიტომ რომ ყველაფერი იყო თავის ადგილზე, ეს იყო ფანტასტიკური ნამღერი უბრალოდ და თუ თქვენ მუსიკალური განათლება არ გაქვთ, თქვენ ნიჭიერი კი არა ხართ, თქვენ გენიალური ხართ უბრალოდ. ძალიან მაგარი ხართ, ძალიან. და მე დარწმუნებული ვარ, აქვე ვამბობ ყველას გასაგონად, რომ თქვენ ხართ წლევანდელი სეზონის ფავორიტი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფავორიტი. ყველაფერს ველოდებოდი იმის გარდა რაც მე ამ სცენაზე მოვისმინე როდესაც თქვენ დაიწყეთ სიმღერა თქვენ ხართ ძალიან მაგარი და ძალიან მაგარი გააკეთეთ რომ სახლიდან გამოხვედით და ნიჭიერში მოხვედით რატომ აგეტირათ სიმღერის ბოლოს იმიტომ რომ არ იყავით დარწმუნებული რომ ამას შეძლებდით ყველაფრის ერთად გადაცემაში რომ იყვან მაშინ კითხე ხა ანუ პირველად გამოვედი მე ასეთ სცენაზე, რასაც ქვია დიდი სცენა ჩემთვის. ძალიან მაგარი გადაწყვეტილება მიიღეთ. ძალიან მაგარი. ამას არასოდეს არ ინანებ. გარდა არაჩვეულებრივი ხმისა, თქვენი მთავარი ღირსება არის თქვენს შინაარსში, თქვენ შიგნით, იმ დრამატიზმში, რომელიც დავინახეთ და აი აქტუალებული ვარ. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის რომ არსებობთ ესეთი უნიჭიერესი ადამიანი. ჯოქში ჩავარდი, ვიფიქრე ახლა დასაჭერი მაქვს ამაზე. ბელიეროზის ღერის მეც ეს რა ესეც პირველი კასტინგის დასასრული და ამალიას ბედნიერის ზღაპრის დასაწყისი. ძალიან მაგარი. აი ესეთი რაღაცების გამო ღირს ყველაფერი.